ეთერკაფიანიძე ჭელაში 26 წელია მუსლიმ მეზობლებთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში მათ ერთმანეთთან თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ და სიხარულსაც და მწუხარებასაც ერთად იყოფდნენ. მართლმადიდებელი ქალბატონი განმარტავს, რომ მეზობლები ერთმანეთს რელიგიურ დღესასწაულებზეც ეპატიჟებოდნენ და ქრისტიანულ აღდგომასა და მუსლიმურ ბაირამს ერთად აღნიშნავდნენ. დღეისთვის კი ჭელაში ადამიანური ურთიერთობები შეიცვალა. არსებულ მდგომარეობას ეთერკაფიანიძე ხელოვნურად შექმნილს უწოდებს. სულ აი თუ რამე გამიჭირდება მივდივარ ამათთან, მოდიან ჩემთან. არანაირი გლახა ურთიერთობა არ ქონია, არც გვაქვს ახლა ამჟამადაც, მაგრამ რაც ეს მოხდა, უბრალოდ თავს იკავებენ. მაინც რაც არ უნდა იყოს, ყველას თავის თავმოყარეობა აქვს, ხო იცი და ეგ არის თუ არა, სხვა არაფერი. ჩვენ არ უნავრეულიყავით. სოფელში ჩვენნაირი სოფელი არავის არ ქონდა. აი ბევრგან ცხოვრობენ მუსლიმანებიც, ქრისტიანებიც, მაგრამ ამ სოფელში რო ცხოვრობდნენ, ასე არსად არ იყო, მაგრამ რა ვიცი. იმედია ღმერთის შერწევნით დალაგდება ყველაფერი. ძალიან აქვს ეკლესიას ვაშენებთ და შეჩერდა ეს ამის გულიზე ხო ანა სხვა რა შედეგებს გამოიწვია ძალიან აქვს გამოიწვია. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ჭელაში ორი სარწმუნოების მქონე მაცხოვრებლების ურთიერთობაზე გავლენა მოახდინა. ამის შესახებ ქრისტიანი და მუსლიმი მრევლის წარმომადგენლები გულისტკივილით აღნიშნავენ. მუსლიმები ფიქრობენ, რომ სოფელში მინარეთის დადგმა საჭირო იყო და მას მართლმადიდებელთა გაღიზიანება არ უნდა გამოიწვია. სოფლის მაცხოვრებლები ერთმანეთთან კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ, თუმცა მინარეთის ირგვლივ გაჩენილმა სხვადასხვა მოსაზრებებმა მათ ურთიერთობაზე იმოქმედა. ისლამოსლა ისევე გვაქვს, მაგრამ როგორც გქონდა, ისე აღარ გვაქვს. ისე კარგად აღარ ვართ. რა შეიცვალა? შეიცვალა, მეზობელი დღეს ადრე რო ვიყავით, ისე აღარ ვართ, ისე კარგად ვეღარ მეზობლობთ. უბრალოდ ეს შეიცვალა. რომ მათი მხრიდან არ ველოდებოდით ასეთ ქცევას და ეგ შეიცვალა სხვა არაფერი. ჩამოვიარე ჩემი მეზობლები ყველა შემოხდა, ყველას მივესწავლნა, ყველა მომესწავლნა და არავითარი სხვანაირი განზრახვა ჩვენში არ ყოფილა და არავითარი სხვანაირი შეხედულებას არ ყოფილა ჩვენში. ყველა კარგად ვართ ერთი მეორესთან. ისევის ადამიანები ვართ და ისევის ქართველები ვართ. რატომ უნდა შეიცვალოს რამე პრობლემა არ იქნება არაფერი. თუ გამგებიანი ადამიანი იქნება, ყველა გაიგებს ერთი მეორეს და ყველა გაუგებს და ყველა კარგად ვიქნებით. სოფელ ჭელაში მუსლიმ მოსახლეობასთან შესახვედრად დღეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გიორგი გასევანიშვილის თქმით, უწყება ჭელაში მიმდინარე მოვლენებზე მონიტორინგს მაისის თვიდან ახორციელებს. ამბობს, რომ დღეს მუსლიმანურმა მრევლმა პარასკევის ლოცვამ 7 ვითარებაში აღავლინა. სამომავლოდ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შეხვედრას მართლმადიდებელ მრევლთანაც გეგმავენ. დღევანდელი მონიტორინგიდან გამომდინარე, აბსოლუტურად 7 ვითარებაში წარიმართა, მიეცათ ადგილობრივ მუსლიმურ წარმომადგენლებს, რომ თავისუფლად განახორციელებინათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ისე რომ არანაირი ექსცესების ადგილი არ ქონია. სოფელ ჭელაში დაახლოებით 55 ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა მუსლიმანური სარწმუნოების, ნაწილი კი ქრისტიანული აღმსარებლობისაა. ისლამის მიმდევრები უკვე წლებია ლოცვას მეჩეთში აღავლენენ. სოფელში ასევე მიმდინარეობს მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მას შემდეგ, რაც მინარეთთან დაკავშირებული მოვლენები დასრულდება, მათ ერთმანეთის გვერდით ცხოვრება ისევ მშვიდ გარემოში უნდა გააგრძელონ. ზოგი ისე ლაპარაკობს, ზოგი ასე ლაპარაკობს, უბრალოდ ბევრ რამეზე გული გვწდება, მაგრამ არც ვამხელთ, იმიტომ რომ არ არის სალაპარაკო და ისა და რო არ მოხდეს დაპირისპირება და ის ყველაფერი არც უნდა გაიგონო, არც უნდა დაინახო და ისევ მეზობლური